იუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ირაკლი კობახიძეს 12 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდებიან. მშობლების მთავარ მოთხოვნად ქვეყანაში იმ თანამედროვე პრეპარატების შემოტანა და დაფინანსება რჩება, რომლებიც დაავადების პროგრესირებას აფერხებენ. ირანმა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფ გემს დაარტყა. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსში აცხადებენ, ეს დარტყმები იყო პასუხი შეერთებული შტატების მიერ ირანთან დაკავშირებულ ნავთობტანკერსა და კეშმირის კუნძულზე განხორციელებულ თავდასხმაზე. შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში კი ამბობენ, რომ სამხედრო ძალებმა კეშმირის კუნძულზე დარტყმები თავდაცვის მიზნით განახორციელეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში. უნდა აღინიშნოს, რომ მოჯთაბა ხამენეი ომის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. რუბიო ამბობს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები უაღრესად ტექნიკური პროცესი იქნება და თვეები გაგრძელდება. რუსეთში სანქტ-პეტერბურგში ათობით დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობტერმინალი იწვის. ტელეგრამ არხების ცნობით, პულკოვოს აეროპორტში 10-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქალაქში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იხსნება, რომელსაც უცხოელი ბიზნესმენებიც დაესწრებიან. უნგრეთის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლით იმუქრება. პეტერ მადიარმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტამაშ შუიოკმა 31 მაისამდე გადადგომაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესს დაახლოებით 1 თვე დასჭირდება და მთავრობა საჭირო კანონმდებლობის მაქსიმალურად სწრაფად მიღებას ეცდება.